ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს, რომ ჩვენთან არიან, ჩვენთან იქნებიან დღეს თამარ ჯობავა, პოლიტიკის კომუნიკატორი და ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც ქვია დღეს და რენე რომელოა, აქტივისტი, რომლის ასევე წყალობითაც რაღაცნაირად ჩვენის კოლექტიური სასოწარკვეთა და ბრაზი უახლოესი თვეების და კვირების განმავლობაში, რომელიც სამირ კოტოსკირის ტრაგედიის შედეგად ასე ვთქვათ, ჩვენ საზოგადოებაში ყველას ჰქონდა რაღაც ამ ბრაზმა ვენეროს ორგანიზებული აქციების საშუალებით იპოვა რაღაცა კალაპოტი და ჩემთვის პირადად დიდი ხსნაც იყო. და სწორედ მოკლედ ამ კათარტულ გამოცდილებაზე მინდოდა მეკითხა ვენერო და ჩემთვის პირადად ძალიან შემეცნებითი და კათარტული გამოცდილება იყო რაღაცნაირად ამ აქციებზე დასწრება და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ინსპირაციაც ამ ეთერის კიდევ ერთხელ გამართვის აქ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავდა იმ კვირებში იანვრის თვე იყო თუ არ ვცდები ასევე სხვა ეთერით მიუძღვენით დევნილების თემას, თუმცა შესაძლოა რომ ბევრი ჩვენგანი არ იმყოფებოდა ფიზიკურად იმ აქციაზე და რაღაცნაირად ამ თემების გაშლა, მსჯელობა, გამოცდილებების გაზიარება მე მგონი ყველასთვის შეუძლია დაუსრულებელი სარგებლის ვოტანა და რაღაცა შვების და შემეცნების რაც მთავარია. და ამ ასე ვთქვათ, პროცესების შედეგად ასევე ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ინსპირაცია ამ დღევანდელი საღამოს ამ ფორმით ორგანიზების იყო დევნილების ხმის პროექტი და გაგრძელება, რაც ამ პროტესტის ჩანასახებმა პოვა და ახალი პოდკასტი, ასევე რომელიც ხვალეშვება ონლაინ სივრცეში და მოდი აქედან დავიწყოთ, საიდან რატო დადგა ეს მომენტუმი ამ პროექტის წამოწყების და რას მოვისმენთ ხვალიდან ონლაინ დრომოყენის შესახებ. დიდი მადლობა ყველასთვის და კიდევ ერთხელ დაინტერესებისთვის ამ თემით. რაც შეეხება ასე ვთქვათ და სივრცეს, რომელიც დავინახეთ, რომ არსებობს დევნილების გამოცდილებაზე საუბრის. კი, რა თქმა უნდა, დაიწყო ამ ბოლო ამბიდან, ბოლო ტრაგედიიდან, რომელზეც უკვე ისაუბრე შენ ეკა და ამან არაფერი ახალი დევნილების გამოწვევებში არ გითხრა, ალბათ ბევრმა იცით და ამ ბოლო ამბის შედეგად გაიგეთ, რომ მეტიც რაღაცა გავრცელებული პროტესტის გავრცელებული ფორმა, ის ფორმა, რასაც სამირ კოტოსკირმა მიმართა და ზოგადად საბინაო პოლიტიკა, რომელიც უბრალოდ არ არსებობს, ასე ვიტყოდი. იმიტომ რომ საშუალო პოლიტიკა და ერთად რაც არსებობს, ეს არის რაღაცა კორუფციული კლანური სქემა, უბრალოდ, რომელშიც შენ თვითონაც ამ რაღაცის ნაწილი უნდა გახდე, რა ვიცი, უნდა გადაიქცე თამი, უნდა იყო ნაცნობ მეგობარი, ნათლია ნათლული ვიღაცა, ვინც რაღაცნაირად ამ სქემაში ჩაქრთავს მოკლედ რა. ეს არის შენი ერთ-ერთი საშველი და გამოსავალი, როგორც დევნის, რომ ამ პოლიტიკად წოდებულ სიმახინჯეში შენი ის რავალდებულებად შენი სახელმწიფოს აღებული აქვს რაღაცნაირად აღასრულებინა. თუმცა ბევრი დევნილი ამას ვერ ახერხებს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი და პასუხი, რომელიც მათი შორის მაშინ, როცა ჩვენ პროტესტი გამოვთქვით ამ საბინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით, აქტიურად ჩაუშვეს ტროლბოტების სახით რეჟიმმა, ეს არის, რომ დევნილს 7 ბინა აქვს. ჯერთი 7 ბინა თუ მაქვს, ვის აქვს ამის ანძალისმევა, ან სურვილი და ან რესურსი, რომ რაღაცა შენთან მოვიდეს, როგორც საქართველოს სააგენტო, რაღაცა გამძღარი რაღაცა უწყება, ან რატომ უნდა მინდოდა საერთოდ ამის გაკეთება, როცა შენთვის არ მომიმართავს 32 წელია და ყველაფერი გავაკეთე, რომ შენამდე არ გამჭირებოდა მოსვლა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი დასაწყისიდანვე, რომ არაფრის მაქმნის შენ არ იქნებოდი. მეორე, ასეც რომ იყოს, რა ვიცი, 7 ბინა რა ქონდა დევნილებს, ვისი ბრალი არის, ვინ მოაწყო სისტემა, რომელშიც ვიღაცას 7 ბინა ექნება და ვიღაცას 0. ამიტომ მანდაც არ ვიცი რა მიზანი აქვს, როცა ამ მესიჯს ჩაუშვებენ ხოლმე, როგორც კიდე მილები ხმას ამოვიღებთ, მაგრამ ეგ მიზანი ვერ მიიღწევა ამით რა, ისევ და ისევ თვითონვე ხდიან ფარდას იმ კორუფციულ და მახინჯ სისტემას, რომელსაც აგებენ ამდენი წელია უკვე.
თუმცა აქამდე განსხვავება რაც იყო ის რომ მე ჩემ თავზე ვილაპარაკებ ამ თემაზე ზოგადად და არც კოლექტიურ მოსაზრებად გავავრცელებ. მე არასდროს არ მქონდა განცდა, რომ ვინმე საინტერესებდა დევნილობის გამოცდილება, საერთოდ დევნილების საკითხები, ეროვნულ დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ. ამ ვინმეში არ გულისხმობ სახელმწიფოს, გულისხმობ ხალხს. და როგორც წესი, რა ვიცი, ერთზე მეტი დევნილი თუ რაღაც სივრცეში შეიკრიბება, იქ ჩემ თაობას გულისხმობ და ჩემ მეგობრებს და ადამიანებს, ვისთანაც მე ამ თემაზე ყველაზე მეტს ვლაპარაკობ. იქ პირველი ემოცია, რასაც ნახავთ, ყოველთვის არის გაბრაზება, რომ გაბრაზებულები ვართ ხოლმე და გაბრაზებულები არ ვართ მხოლოდ პოლიტიკოსებზე ან პოლიტიკაზე ან სახელმწიფოზე. გაბრაზებულები ვართ ადამიანებზეც. და ეს ბრაზი რამდენიმე შვიანია, ასე ვთქვათ, ერთი არის ის, რომ ადამიანები, ვინც დაგხვდნენ არაოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს, ეს ადამიანები არ იყვნენ დიდად მეგობრულად განწყობილები ჩვენ მიმართ. ის თაობა, თუმცა ამის რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ნაკლები მაქვს ეს ბრაზი იმ თაობაზე და იმ ადამიანებზე, იმიტომ რომ, რა ვიცი, იმ ტოტალურ და აბსოლუტურ შიმშილში და სიღარიბეში, რომელშიც ჩვენ შემოგვუერთდით ამ საზოგადოებას, როგორც დევნილები, და იმ უბედურებაში, რომელმაც უბრალოდ ადამიანები პურისთვის კონკურენციაში ჩააყენა, და მას პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ პურს და არა რაღაც საკოებს არ გულისხმობ ზოგადად, მარტო პურს გულისხმობ. ამ რეალობაში ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება, რომ რაღაცა ბრაზის საფუძველი იყო, ეს მე არ მაკვირვებს. თუმცა მეორე ნაწილი არის საზოგადოების ის ამ ბრაზის ის შრე, ასე ვთქვათ, რომელიც არა ზიზღს ან მიუღებლობას ან რაღაცა ალმაცერად ყურებას და რაღაც ჩვენს კრიმინალებად ან ქურდებად ან რაღაცა ტოლვილება და რაღაცა მონიშნას არ ეხება დავიწყებას. და ეს დავიწყება, ამაზე პასუხს ვიღებ ხოლმე, რომ დევნილებმა უფრო უნდა იხმაუროთ და იაქტიუროთ და მე არ დავიწყდებით არავის და რა ვიცი, როგორ შეიძლება ეროვნული იდენტობა აშენო, როცა ეთნოცმედის გამოცდილებას მაქედან გამოტოვებ, მე მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება ქართველის ეროვნულ იდენტობას ქმნიდე, რავი, ავითარებდე, აღრმავებდე, ამყარებდე რაღაცა ამფესვებს და შენი უახლოესი გამოცდილება ეთნოცმენდის ამაში არ იყოს შემოტანილი საერთოდ და ეს ეთნოცმენდა ზღვას და მთას და კურორტს არ განუცდია ეს ადამიანებმა განიცადეს. ამიტომ ამ დავიწყებას მე ვერ ვპატიებ ადამიანებს გულწრფელი თუ იქნები, ეს დავიწყება არა იხსნება არაფრით, მათ შორის არც იმ იგნორის პოლიტიკით, რაც ესეთი პოლიტიკური ნება იყო, რომ რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებენ და ნაკლებად გამოჩნდებიან დევნილები და რაც უფრო ნაკლებს სივრცეს შეუქმნით ამისთვის, მით უფრო დაივიწყებს ყველა ამას. მეორე, თუ არ გაჩნდებიან მაინდამაინც, მაშინ დავარცხინოთ მოდი იმ მოთხოვნებზე, რასაც ითხოვენ, უთხრათ რომ რა ვიცი, მათხოვრები არიან, რომ სულ მოწყალებას ითხოვენ, რომ რაღაცა მოწყალების თხოვნას უნდა გადავაჩვიოთ დევნილები და ამით მე ის ვინც აქამდე არ გაჩნდა, სირცხვილით გავაჩვენოთ. ეს ორი რაღაც იყო და ამან რომ იმუშავა, ამაზე გული მწყდება ძალიან. თუმცა ახლა რაც დავინახე და რაღაცა პოზიტიურ ნოტას დავუთარებ ამ რაღაცა კრიტიკის რაღაც რა ქვია ტალღას, ეხლა რაც დავინახე იყო სურვილი სოლიდარობის. და სოლიდარობა ჩემთვის არასდროს არ არის რაღაცა მხარზე ხელის მოთათუნება და როგორც უხვარ თუ რაღაც, იმიტომ რომ ეს ეტაპი უკვე გავლილია როგორც უხვარი 32 წელი გავიდა მაგ ეტაპის მერე. ჩემთვის სოლიდარობა ბევრად უფრო აქტიური და მოძრაობაზე და შექმნაზე და გაკეთებაზე და გამოსწორებაზე ორიენტირებული აქტი არის. და ახლა ამ პროცესში, როცა რავი, ჩემი ფრუსტრაციის მართლა ძალიან ეგოისტური ჩემი ფრუსტრაციის და ბრაზის და რისკის გარეთ გამოსაშვებად უბრალოდ Facebook-ზე ივენთი დავდე, რომ სადღაც ამასთან ჯანდაცვის სამინისტროსთან საერთოდ მე ჯანდაცვის სამინისტროსთან წარმოდგენა არ მაქვს ფალზუკიდან რა მინდოდა იქ, მაგრამ ეგ მომივიდა თავში უბრალოდ პირველი, იმიტომ რომ მან ნამყოფი ვარ ბავშვობაში. როცა სამინისტრო იყო დევნილებს. და მაგ დღეს უბრალოდ მინდოდა რომ სადღაც დავმდგარიყავი გარეთ და რავი, როგორც იმ ღამეს ვტიროდი, ეგრე არ მეტირა კიდე ერთი კვირა იმის გამო, რომ აგერ ადამიანმა ეს გააკეთა, რომ ყურადღება მიექცია, იმის არა რომ ბინა მიიღო ყურადღება რომ მიექცია, მათი ვინც მასთან პასუხისმგებელი იყო და რა ვიცი, არავის ეს არ ადარდებს. ეს რო არ ყოფილიყო,
მე დავდგებოდი და ვიქნებოდი და ბოლო წამამდე მეგონა რომ მარტო მივიდგებოდი იქ და ამასთან ძალიან ოკეი ვიყავი და პრობლემა არ ქონდა. მე შინოდა დანერვულობდი, მაგრამ შეგვებული ვიყავი რაღაცნაირად მაგას და მარტო რო არ ვიყავი. ეგ იყო პირველი მომენტი, როცა მივხვდი რომ ამ საზოგადოებას აქვს იმის სივრცე, რომ იყოს სოლიდარული და მხარდამჭერი. იყო თქვენი მესიჯიც და მხარდაჭერის სურვილიც ეგ და ეგ ძალიან გამიხარდა. და მაგის მერე სულ იყო ეგ ინტერესი, მათ შორის მედიების მხრიდანაც იყო ინტერესი, ერთ-ერთი საზმაო არ დაინტერესებულა და არ გულისხმობდნენ ზაუტაშვილის რადიო ეთერს და კიდევ ერთ რადიო ეთერს, რომელშიც დამიძახეს უბრალოდ არ მივედი, იმიტომ რომ ერთი ხელით ვიძახდნენ რომ საზმაო ტელეეთერს არ მითმობს და უბრალოდ რადიო ეთერში გავაქვითი ნომერია, ეგ არ მინდა. ჩვენ ვითხოვდით პირდაპირ ტელეეთერს და ეს არ მოგცა ამ ტელევიზიამ. სხვა ყველა დაინტერესდა ამით და მანდ მივხვდი რომ ადამიანები უბრალოდ არ იციან. და თუ ეცოდინებათ, მეტი მხარდაჭერის სურვილიც ექნებათ და მაგის გარდა მარტო მხარდაჭერის სურვილის გამოწვევაზე არ არის ორიენტირებული მეტი ლაპარაკი. არის იმაზე, რომ აუცილებელია დევნილებს ჰქონდეს სივრცე, სადაც ვილაპარაკებთ ჩვენს თავზე, ჩვენს გამოცდილებებზე და ეს გამოცდილებები მათ შორის არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების პრიზმიდან დანახული, რომ რაღაცა რუსეთი ოკუპანტია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია, რომ რაღაცა საფულეს თუ პასპორტის ჩასადები წითელი ფერი 20%-ია და შავი ფერი 80%-ია და სხვა ტიპის რაღაცა პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესები რაც შეიძლება ამ თემაში იყოს. უბრალოდ იქნება სივრცე, სადაც ჩვენი თვალით, ჩვენ პირად გამოცდილებებს მოვყვებით დევნილობის და ადამიანები ამას მოისმენენ. და ამის გარდა ეს არის ამ პოდკასტის მიზანი, რომელსაც ქვია დროებითი საცხოვრებელი. და ჩვენი დროებითი საცხოვრებელი ნინიკო მიხუმრა და ხვალ ნახავს მაქროულს ახლა უნდა ვასპოილერა, რომ ისე პროექტ 64 მაგ იმას პინძლა და პროექტი 64 ფრთხილად უნდა იყოს 32 წელია ჩვენ დროებით საცხოვრებელში ვართ და აქ არის ძამდეხას ვიქნებით და მე იმედი მაქვს რომ დიდი ხანი არ მოგვიწევს მაგ დროებით საცხოვრებელში ყოფნაც და მალე იმდენად მოიცავს და იმდენად პენეტრირდება დევნილების საჭიროებები ბევრ სივრცეში რომ ჩვენი პოდკასტის დროებით საცხოვრებელობა არ იქნება ერთ-ერთი სივრცე დევნილებისთვის, სადაც მოვლენ და მოყვებიან. თუმცა უცებ ვიტყვი რომ დევნილების გარდა ამ პოდკასტში მოვლენ აქტივისტები და უფლებადამცველები, ვინც დევნილების საკითხებზე უმუშავიათ და ბევრი არ არის ეგეთი სამწუხაროდ. მათ შორის გულისხმობ ინტერსექციურ დაფარვას, გულისხმობ შეშმო პირები, რომლებიც დევნილები არიან, ქალები, რომლებიც დევნილები არიან, ქვიარები, რომლებიც დევნილები არიან და ასე შემდეგ. და ასევე ჩვენ მოვიწვევთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებთანაც პირდაპირ ლაივ ეთერი გვექნება და იქნება ძალიან კონკრეტული საკითხები, ყველასთვის უნივერსალური, რომლებიც დევნილებს ეხებათ და პარტიებს მოვიწვევთ, რომ თავიანთი პოლიტიკა და ხედვა გაგვიზიარონ და გაუზიარონ დევნილებს და გითხრან, რას სთავაზობენ 300,000 დევნილს ამ ქვეყანაში. რა არის მათთვის ცვლილება, რა უნდა იყოს მათთვის ცვლილება, რას შეცვლიან, როცა ამ რეჟიმს ჩაანაცვლებენ და იქნებიან მთავრობაში, რა შეიცვლება ამით 300,000 დევნილისთვის. ამაზეც მოვითხოვთ პასუხს და იმედი მაქვს, რომ პასუხი ექნებათ და ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი იქნება დევნილებისთვის, ამის იმედიც მაქვს. სხვა მხრივ დევნილების ხმა უბრალოდ ინფორმაციის გავრცელებას მოემსახურება, მათ შორის ისტორიის გადასწავლასაც მოემსახურება და ეს არ იქნება არც მარტივი და არც სასიამოვნო პროცესი, არავისთვის მინდა თქვა. მათ შორის არ იქნება სასიამოვნო პროცესი მათთვის, ვინც ქართული მხარის მხრიდან ბევრი შეცდომა დაუშვა აფხაზეთის ომში, ბევრი დანაშაულიც ჩაიდინა, მაგრამ ეს აუცილებელი გგონია, არ შეიძლება უახლოესი გამოცდილება, ერთ-ერთი უახლოესი გამოცდილება ომის და დევნილობის არსებობს იყოს მითებზე, ლეგენდებზე და რაღაცა ჰეროიკულ, გამოგონილ ჰეროიკულ მათ შორის აქტებზე დაფუძნებული და ამის შეცვლასაც შევეცდებით, მოკლედ ჩვენი პლატფორმის საშუალებით და იმედი მაქვს რაღაცები აქედან გამოგვიყვება. ბოდიში ძალიან გამიგრძელდა სიტყვა. ჩვენ ამ გარე ეთერებით ხო, ერთის მხრივ რა თქმა უნდა ვცდილობთ ხაზი გაუსვათ მთელი კუთხეებსა და წახნაგებს რაღაც საკითხების გაშლის და თემების, რომელიც აი ამ შენობაში არადარ ხვდება და ვერადავერ ხორციელდება, მაგრამ მეორეს მხრივ ხო ჩვენთვისაც აი ამ პროტესტის მონაწილეებისთვის, ჩვენი კრიზისის გაანალიზებისთვისაც ვქნით რაღაც სივრცეს, ხო, რაღაცა ტიპის რეფლექსიის სივრცის შექმნის მცდელობაც არის ეს, რომ აი ამ
იარებით მართლა დადაღულ საზოგადოებაში, რომელმაც ამ გასული წარსული ომის კონფლიქტების იარებით ვერ მოიშუშა, ვერც ხალხი დევნილების თემის სახით ვერ შეიხორცა და ვერც ანუ ეხლა კიდე დამატებით იარებს იღებს ხო რაღაც ხლეჩებისა და ანუ საზოგადოების პოლარიზაციის შედეგად ხო ანუ სადღაც უნდა შეიქმნას ალბათ ეს სივრცე სადაც ვილაპარაკებთ ერთმანეთის გამოცდილებებზე, იმიტომ რომ რეტრაუმატიზაციის პროცესს აშკარად გავდივართ ხო ანუ აქედან გამომდინარე რაღაცნაირად აი უფრო მეტის გაგება, უფრო მეტის შემეცნება ერთმანეთის გამოცდილებებზე და აი იმის გააზრება ხო ამ ეთერს დავარქვით მეორე თაობის დევნილების ხმა. მე მაგალითად ძალიან კარგად ვიცი 99 წელს დაბადებული როგორ ვიზრდებოდი მეგრელოფობიაში და მე თვითონ მეგრელი ვარ, მაგრამ ეს მეუბნებოდნენ რომ შენ არ ხარ კაცო მეგრელი, შენ ნამდვილი მეგრელი არ ხარ და ანუ დევნილოფობია თუ არა რა სიტყვა არ არის, მაგრამ ქსენოფობიაში ხო თავი რაღაც გარკვეულწილად და აი პატარა ბავშვის გამოცდილებაზე ან აი ამ არეულ 90-იანი წლების საქართველოში ხო პატარის გამოცდილებაზე, რომელიც დევნილის იდენტობას ატარებს, აი რა გამოცდილებები აკეთებს ამ იდენტობის ფორმირებას და დროებითობაზე მეფიქრება იგივე აი საცხოვრისის დროებითობის შეგრძნება და ის რომ შეიძლება რა გამუდმებით რომ მუდმივად გესმის რომ შეიძლება სადღაც წახვიდე და თანატოლების დატოვა და დაბრუნდე აი რა ასპექტები არის ამ ასე ვთქვათ მეორე თაობის დევნილისთვის მაფორმირებელი თუ შეგძლიათ ამ თავარია ამ შემდეგ ერთ საათში არ ვიტიროთ არავინ. ხო, მადლობა ამ სივრცის დათმობისთვის. ძალიან ბევრი გვაქვს სიკვდილში სალაპარაკო, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა რეალური ამბები არ თქვა, როგორც მე შენაგვდი ხო, ლეგენდები ვიცით მხოლოდ. პოსტ-ომის დროს გაზრდილი ბავშვი ვარ, მეც 2 წლის ვიყავი აფხაზეთის ომი რომ მოხდა და ის პერიოდია, როცა რამდენიმე წელიწადში ჯერ რუსეთში წავედა ჩემი ოჯახი და მე თბილისში და ეს ყველა მეზობელი და სკოლელი და თანამშრომელი აქ თბილისში იკრიბება ერთმანეთის სახლებში და ანუ არც იციან ჯერ ცოცხლები არიან თუ ავტორები არიან და შენ ხარ რაღაცა 4, 5, 6 წლის ბავშვი და წლების განმავლობაში ისმენ ამ ახალ ისტორიებს ვიღაცა ტყედ როგორ ჩავარდა, ვიღაცა როგორ შიმშილობდა და ვიღაცა როცვანეთიდან ზღვის რო გადმოვიდა ბიძაშენი რო დახვრიდეს უკან რომ მიბრუნდა აფხაზეთში ვერ მოითმინა და შრეები ამ ისტორიაში იმდენად ბევრი პირველი შრე არის საძირკველი შენი სახლი რომელიც არასდროს არ გაქვს ანუ სახლი 4 კედელი კი არ არის ის სახლი რომელიც იქ დატოვე რომელიც არასდროს არ გინახავს მაგრამ ანუ ფიქრობ რომ ის არის შენი სახლი და ეს ვერასდროს ვერ გახდება შენი სახლი თბილისში ვარ გაზრდილი ყველა ჩემი ურთიერთობა მნიშვნელოვანი მოგონებები ამ ქალაქს უკავშირდება მაგრამ თბილისში არასდროს არ მიგვზნია საკუთარი სახლში ეს ერთი ბრალეულობა ამ ამბის არის ის რომ რა თქმა უნდა ოჯახი ეს კავშირი ბონდ რაც არის მხოლოდ იმ სახლთან აქვს და შენც იგივე ჩაგინერგეს მაგრამ მეორე მომენტი არის ის რაზეც ვერე რომ ვილაპარაკო ხო გაშლილი კლავებით არ დაგვხვედრია აქ არავინ სკოლაშიც ბულინგი იყო, სამეზობლოშიც ბულინგი იყო კი ამ ერთი ლუკმის გადანაწილება ბევრ ადამიანზე ხდებოდა და გასაგებია ეს დამოკიდებულება მაგრამ გაუგებარი იყო ეს პატარა ბავშვისთვის როგორ გინდა შენ ეს ახსნა ეს ტკივილები და ეს ჭრილობები დღემდე ღიაა და 70 თერაპიის სესია დაჭირდა და კიდე ალბათ დაჭირდება ამის მოშუშებას მაგრამ ერთი მხრივ ებღაუჭები ამ იდენტობას დევნილობის იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე უპირველესი შენთვის იმიტომ რომ ის არის რა მიკუთვნებლობაც გაქვს ანუ მარტო იმ თემში ხარ ნამდვილი და მიღებული მაგრამ მეორე მხრივ ანუ მსხვერპლის იდენტობა არის და საშინლად არ გინდა ეს მსხვერპლი რო იყო რა აღარ გინდა ეს მსხვერპლობა და სწორედ ამ ნაწილს იყენებენ პოლიტიკაში რაზეც შენ ელაპარაკებენ რომ აი თითის გაშვერა და აი კიდევ მსხვერპლობა გინდათ ანუ ხო აიშენეთ ცხოვრება ეს არ მთავრდება რა ანუ
რაღაცა ამ სურათიდან ვერ გამოვედით, რომ აი ვინ ვართ ხო, მსხვერპლები ვართ თუ ხო, მაგრამ გავიდა წლები, ხო? აკეთებ ამ რეფლექსიას, ფიქრობ რაღაცა ამ შრეებზე, ამ შენს ჭრილობებზე და ხვდები, რომ უფრო მეტი საერთო გაქვს ამ ადამიანებთან, რომლებიც გერჩევენ, ვიდრე განსხვავება რა. და ამას პირველად მივხვდი, როდესაც ემიგრაციაში წავედი, 2 წელი ვიყავი ემიგრაციაში ნიდერლანდებში და ნოემბერში ჩამოვედი შარშან და მიიღე გადაწყვეტილება, რომ გავაუქმო ჩემი ბინადრობა ნიდერლანდებში, იმიტომ რომ ჯერ ბევრი შრია ამ ისტორიაშიც, მაგრამ აუტანე, ანუ რაღაცნაირად ესიდენტობა დევნილობის ხო ციხეა, მაგრამ იქ რო წავედი, იქ ახალ ციხეში აღმოჩნდი. არ არის რაღაც სახს არ გიცვის ეს მდგომარეობა, ანუ სადაც არ უნდა წახვიდე, რაღაცა წადი თუ გინდა ოკეანის მიღმა, ესიდენტობა თან დაკვება. და რაღაცნაირად ამ ქვეყანაში მივხვდი, რომ ყველანი ნომადები გავხდით, ყველანი მომთაბარეები გავხდით, ყველანი დევნილები გავხდით. მარტო აფხაზეთის და სამაჩაბლოს დევნილები კი არა. რავი, იმერეთის დევნილები, ის ხალხი, რომელიც ქალები, რომლებიც ემიგრაციაში მიდიან, ისინი დევნილები არიან, რომ იძულებით გადაადგილდები, იძულებით მიდიხარ ადგილიდან, რომელიც შენს სახლად გეგულება. ასე რომ ასე მგონია რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და აი ჭრილობების მოშუშებაზე თუ ვილაპარაკებთ ამ ნაწილში, აი ამ საერთო ნაწილებზე ფიქრი მოგვიწევს, ამ საერთო რაღაცეების დანახვა მოგვიწევს და ბრალეულობის ეკნოლეჯმენტი აღიარება რა. იმიტომ რომ ყველანი ვართ ამ ისტორიაში ცოტა დამნაშავეები, ხო, იმ ომის პერიოდიდანაც რომ დავიწყოთ და აფხაზეთის წინაშეც რომ არ გამოვიდეს მის ნაშრომში ბოდიში გასახდიო, მაგრამ ეს დიალოგი რომ შედგეს, ეს ბრალეულობა ორივე მხრიდან უნდა ორივე ბევრი მხარეა სინამდვილეში, მე ვენერული მხარეებს აღმოაჩენს და პოდკასტში მოყვება ყველაფერს, ერთი სული მოხდეს ნახავ. მაგრამ ხო, ძალიან რთული იდენტობა არის და ხო, სად არის სახლის რეგულაში არ ვიცით. შენც ახსენებდი და აი მანამდე ამ ეთერისთვის ფიქრისას მახსენდებოდა ნინი კოლეკიშვილის ზუსტად აი ანალოგიური ფრაზაც აქ აქციაზე თქვა, რომ არ მიყვირს, რომ ეხლა უფრო ანუ სხვანაირად უნდა დავიწყოთ მსჯელობა დევნილობის საკითხზე, იმიტომ რომ ეხლა უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის, რას ნიშნავს დევნილობა, როცა ჩვენ ვიდევნებით პოლიტიკური სივრციდან, ვიდევნებით საკუთარი გამზირებიდან, ქვეყნიდან, რაღაც თვალსაზრისით, ან შევიწროებას განვიცდით და რომ ეხლა ანუ არის ყველაზე სწორი დრო შეიძლება არა მხოლოდ ჭრილობების მოშუშებს, ანუ მოშუშებამდე ალბათ ამ ჭრილობების რაღაცნაირად მართლა დანახვის და შეხედვის და თვალებში ჩახედვის და მე მაქვს შეგრძნება ამ ძალიან ინტუიტიური რატომაც ჭირდება რომ მეტი შევიმეცნო და მეტი შევიმეცნო ამ საკითხზე, რომ მგონია რომ აი რაღაცა გასაღებები ასევე რა ჩვენი საზოგადოების აი რასაც ვენდა რომ შენ ახსენებდი რა დავიწყების, უნგრილობის და აი სოლიდარობის ცვეთის პრობლემის გასაღებები შეიძლება სწორედ რომ აი ამ წარსულში დევს სადღაც, ხო და აი ესე თუ გკითხავდით როგორ ფიქრობთ რა გვაქვს სასწავლი რა თქვენ, ანუ რა გვაქვს სასწავლი დანარჩენ საქართველოს მკვიდრ ქართველებს, მაგრამ მკვიდრს ან როგორ დავარქვა ხა სწორად და პოლიტიკურად კორექტულად არ მესმის, აქაურებს რა გვაქვს სასწავლი დევნილების თემისგან პირველ რიგში და რაზე ვერ აგვიხელია ჯერ თვალი რა, რაც დაგვეხმარებოდა იმაში, რომ წინ გავიხედოთ რაღაც ჯანსაღად უფრო. მოდით ამ რაღაცა საზოგადოებას ლაპარაკობ, რომელმაც უნდა რაში რომ გაიგოს დევნილებისგან. მოდი პროტესტის საზოგადოება დავიღებ რა. გამომდინარე იქედან, რომ რაღაცა ცვლილების ლოკომოტივი ამ ქვეყანაში ამ პროტესტის საზოგადოება და არ გულისხმობ მაინდა-მაინც უსთაველზე რო დგას, ან აქ რო დგას,
გულისხმობ პროტესტის სულისკვეთებას, რომ იზიარებს რა, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა, სად უნდა იყოს ეს ქვეყანა, ვისთვის უნდა იყოს ეს ქვეყანა და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს მოვიაზრებ ამ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა დახურდავებულ ან რაღაცა ამ ოლიგარქის ჩამოკიდებულ და ამაზე მოპარაზიტე, ასე ვთქვათ, აი ამ ჩაგურაზე მოპარაზიტე ადამიანებს არ მოვიაზრებ, იმიტომ რომ არ მგონია რომ მათთან ამ ინსტრუქცია არის, არგანა იმიტომ რომ ეხლა ისინი ადამიანები და ქართველები არ არიან. ხო, სხვაგან არიან და იმ ინსტრუქციას რომ ეხლა ისინი დევნილებს ხარ რაღაც ისწავლენ, მე ვერ ვხედავ, იმით ვხედავს, მე ხელი მომართოს მოუყვეს. ამ საზოგადოებაში საცვლელების სჯერა და ვისაც გონია რომ რაღაცები ახლა შეიცვალოს. დევნილებისგან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა სწავლა შეუძლია და ეს არის უმნიშვნელოვანესი მდგენელები საკუთარი ეროვნული იდენტობის. ძალიან ეგოისტურად და ისე მივუდგები რა ამას, რომ ჩვენ ამ პროტესტის ფარგლებშიც, მათ შორის და რუსული კანონის პროტესტის ფარგლებშიც, რა ვიცი, რაც პროტესტში ვარდები, 20 ივნისის პროტესტის ფარგლებშიც, სულ ვაპელირებთ და ვპედალირებთ ამ ქართველობაზე, რა ვინ არის ქართველი, როგორია ქართველი, სად უნდა იყოს ქართველი, ქართველი ტოლერანტია, ქართველი ევროპელია, მაშა სადამე და ასე შემდეგ. როცა ამ იდენტობაზე ვლაპარაკობთ, თუ ვინ არის ქართველი, აი ამ იდენტობის თანაშენებაში ვართ ახლა, ეგრევე ხედავ მე. არ მგონია რომ ეს იდენტობა რაღაცა დაცემენტებულია, არ მგონია რომ რაღაცა ისეთია, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის ქართველის ეროვნული იდენტობა და მისგან შედგება და მგონია რომ ჩვენც ახლა მათ შორის ამას ვაშენებთ და ამას ზოგადად ყოველთვის ვაშენებთ რა ადამიანები ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობთ, როგორია ქართველი ადამიანი. რაღაცები წარსულიდან, რაღაცები საფუძვლებია წარსულიდან, რაღაცები საწყოში ვაშენებთ, რაღაცებს მომავალში ვხედავ. ეგრე არის ჩემი წარმოდგენა ეროვნული იდენტობა. ამ იდენტობის სრული აღქმა, სრული სურათის დანახვა იმის თუ ვინ ხარ, შეუძლებელია დევნილების მოსვლის გარეშე. ამას ვიტყვი ყველგან, ამაში დამიდგეს ვინც უნდა ის და ამას დავუკვირდეთ ყველას, რომ თუ დევნილების გამოცდილება არ გაინტერესებს შენი საკუთარი ეროვნული იდენტობა. და ამას აი მთელი გულით ვამბობ და ფულობით და არა იმიტომ რომ რაღაცა დევნილების მიმართ ყურადღება მივაქცევინო ვინმეს, ვისაც არ აინტერესებს ეგ ყურადღება, ჩემი საქმე მათთან ლაპარაკი ამ თქოს არ არის, არის მათთან ისეთ უკვე აინტერესებს და ეძებს ამბავს და შია ეგ ინფორმაცია მოკლედ რაც ჩვენთან არის. ჩემი აზრით შეუძლებელია ამის გაგება რა საკუთარ თავზე. წაგანეთ ნოწმენდა ვახსენე, ხო? რავი, ვისაც გენოციდი გამოუცდია, რომელი ერებსაც, რავი, ნებისმიერი რომ გაიხსენოთ, მაგაზე მძლავრ ისტორიულ საფუძველს მათი ეროვნული იდენტობის შენებისას ვერ ნახავთ იმ ერებში, ვერ იპოვით, შეუძლებელი არის. ავიღოთ ებრაელები, ავიღოთ სომხები, მაგალითად, პირველი რასაც თავის თავზე გეტყვიან არის ეგ. როცა ეთნოწმენდაზე ვლაპარაკობთ, მანდაც რაში თან არ ვლაპარაკობთ 3.5 მილიონიან ერზე, ხო? ან წარმოუდგენლად პატარა ერით. ამ ხალხზე ვლაპარაკობთ ჩვენ თავზე. ამ რეალობაში დევნილების გამოცდილება, როგორც ამ ქართველობის ზუსტად და ამ ეთნოსის გადარჩენაში მონაწილე და რა წინა ხაზზე მდგომი ადამიანებით ამ გამოცდილების არცოდნის ფონზე შეუძლებელია რაღაცების საკუთარ თავზე გაგება. მესამე ომის გამოცდილება. 2008 წლის ომის გამოცდილებაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ასე თუ ისე იყო, ტელევიზია ასე თუ ისე იყო, არ მგონია რომ გააზრებული. არ მგონია რომ ის ტკივილი, რაც 2008 წლის ომის შედეგად დევნილებმა გამოიარეს, გააზრებული იყო. არ მგონია რომ ბევრმა იცით, თუნდაც ვინც აქ ხართ, ან ბევრმა ვიცით საერთოდ, მარნეულში შაუმიანის დასახლებაში რომ ცხოვრობენ 2008 წლის დევნილები, სადაც მათი ირგვლივ ქართულადაც არავინ არ ლაპარაკობს, მარტოები არიან აბსოლუტურად და ცხოვრობენ საშინელ პირობებში, ხალხო თვალით ვერ დაინახავ იმას, ვერ გაუსწორებ იმას თვალს და ყურში ვერ მოისმენ, ისეთ პირობებში ცხოვრობენ. არ მგონია რომ ეს ბევრმა იცის. 2008 წელი ხო არ იყო ეგ ძამაშობს, როგორც აი აფხაზეთში ამას ამბობენ, რომ აი რაღა დროს აფხაზეთში 2008 წელს რას ვამბობთ? წეროვანის დასახლება ნორმალური არის? ნორმალურია ადამიანებისგან ჩასახლება, გეტოს გაკეთება ნორმალურია? კი. და ეს რო სანატრელი მდგომარეობაა, რომ იქ იცხოვრო, ეს ნორმალურია?
ეს ხო არ არის ნორმალური, ეს ხო არ არის 21 საუკუნეში არსებული ქვეყნის და სახელმწიფოს ნორმალური მდგომარეობა. როგორ უნდა გაიცნო დევნილი, თუ შენგან მოშორებით სადღაც ლამის მართულხლართი და მოღობილ გეტოში ცხოვრობს და სადაც ეკონომიკა და ფული კეთდება, იქ მისი ყოფნა არ შეიძლება. როგორ უნდა გაიცნო, რაზე უნდა შეხვდე ამ ადამიანს. მეორე თაობას, მაგიტო ვიცახი, რომ მეორე თაობის კვლევა არის აუცილებელი. იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცით იდენტობა მეორე თაობის დევნილების. ვიცით პირველი თაობის დევნილები, ეკონომიკური მდგომარეობა ვიცით, სოციალური მდგომარეობა ვიცით. მათ შორის რაღაცებს ხედვებიც ვიცით. მეორე თაობაზე წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან. ვინ ვართ? მე თვითონაც არ მაქვს წარმოდგენა, რაღაცებს ვილაპარაკები. მართლა ჩემ თავს და ჩემ სამ მეგობარზე გელაპარაკები. წარმოდგენა არ მაქვს ვინ ვარ. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი რაც უნდა გავაკეთოთ, არის რომ ჩვენ მეორე თაობა, რომელიც სამწუხაროდ რეპრეზენტაციაც არ არის დიდი, როცა მე რა ვიცი აქტივიზმში 2021 წლიდან და იმაზე ლაპარაკი რომ დევნილი დავიწყე 2 წლის მერე მანდედან 2003-ში. და ეს დავიწყე, იმიტომ რომ თერაპიაში მივხვდი, რომ ჩემში არ არსებობს ყიმაზე მძლავრი იდენტობა, ვიდრე არის დევნილობა. და ყველაფერი საერთოდ რასაც ვაკეთებ, უკავშირდება მაგას. ამ რაღაცა სივრცების დაკავებაა ეს თუ სადღაც იმის მოთხოვნა რომ ეს ჩემიცაა, თუ ის რომ არც ერთ ეტაპზე ანუ ისეთ სიტუაციებში ვხედავ ამ ქვეყნიდან წასვლის ვარიანტს, რომელ სიტუაციაში რა ვიცი, ან მართლა მიწაში მომიწევს წასვლა და ან ციხეში, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენი აქედან წასვლა, იმიტომ კი არ არის რომ აი როგორც თამარამ თქვა წაღან რომ რაღაცა ჩემი სახლია თბილისი, არ არის ჩემი სახლი თბილისი, არც ოზურგეთი არ არის ჩემი სახლი. ანახიც არ მაქვს ჩემი სახლი, წარმოდგენა არ მაქვს რა არის, მაგრამ იმიტომ რომ დევნილობა როცა გამოცილი და ამ იდენტობაზე დგახარ მთლიანად, შენთვის ბევრად უფრო რთულია აქედან წასვლა და კიდევ ერთხელ იმის გამოცდა, რომ სადღაც ხარ აბსოლუტურად სხვა. როცა რა ვიცი, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ დაგემტკიცებინა ბევრი ადამიანისთვის და ბევრი სისტემისთვის, რომ შენიც არის აქაურობა და შენიც ისი არის, როგორც არის იმ სხვისი რა. და ამ ყველაფერს რო აკეთებ და რაღაცას ვიყავი, ჩალიჩოვ და ცდილობ და ყვირი და ითხოვ. მე უცებ მივხვდი რომ არავინ არ იცის რამას როგორც დევნილი ეგრე ვითხოვ. და მაგას ყველაზე ძლავრად მივხვდი ამ პროტესტში, იმიტომ რომ მე არ მაქვს განცდა რომ მე ძალიან პრივილეგირებული ვარ ამ პროტესტში. გულისხმობ რა ვიცი, ვიღაცა ჟურნალისტი დამინახავს, მიცნობს და მიკროფონს მომიშვერს. რა ვიცი, TikTok-ზე ვიდეოს რო ჩავწერ, იმას ბევრი ადამიანი ნახავს. რაღაცა აქ მოვალ და დავჯდები და ვილაპარაკებ. მაგრამ ადამიანი რო თავს დაიწვავს მაგ დროს რომ არაფერი გაზიარება ამას თუ მედიაში დაფარვა არ ექნება, მაგ დროს მივხვდი რომ მე იმიტომ კი არ ვარ მიღებული დევნილი ვარ. იმიტომ ვარ მიღებული, რავი, აქტივისტი ვარ, რავი, კონტენტ კრეატორი ვარ, რაღაცა Facebook-ზე ბევრი მეგობარი მყავს. მარტო დევნილი რო იყო, კაცშვილი ვერ დამინახავდა და მაგიტომ დავიწყე ყველაზე აქტიურად დევნილობაზე ლაპარაკი და მაგიტომ მინდა ყველა დევნილს ვთხოვო, რომ თავის რეპრეზენტაცია დევნილად ძალიან ხმამაღლად დაიწყოს, იმიტომ რომ ზუსტად ის მსხვერპლობაც, რომ ჩვენ მოგიყვებით ახლა როგორ სერვაივორები ვართ და როგორ მსხვერპლები ვართ ომის. არა, ჩვენ მოგიყვებით როგორ უნდა გადარჩენ. ჩვენ მოგიყვებით როგორ უნდა მოიგონ ცხოვრებას, როგორ უნდა აჯობო. ვიღაცა ბიცნე ივანიშვილს კი არა და ირაკლი კობახიძეს და ვიღაცა ეკას რა ქვია, ნინო წილოსანს. როგორ აჯობო ცხოვრებას. ამის მოყოლა შეუძლია დევნილ შენთვის და რავი, ეგ უნდა გაინტერესებდეს ჩემი აზრით. კიდევ გამიგრძელდა, ბოდიშს გეხდეთ. რო დასვიეთ. არა, ერთი პატერნი გვაქვს ფიქრების რა, ერთნაირად ვფიქრობთ. ვაუ. ორი სიტყვა რაც წამომიტივდი და ეს კითხვა რო დასვიეთ გამიყო, მე ამბოხეობა და ბრძოლის უნარიანობა. ანუ ხალხო რამდენი გვაქვს ახლა მაცივარში საჭამელი სახლში. მე 2 კვირის მარაგია. სულ 2 კვირის მარაგია. ანუ სულ ომისთვის მზადდა რა. ანუ სულ სავსე არის ჩემი მანქანის საწვავის აუზი, ანუ სულ მზადო, ანუ სულ ზუსტად ვიცი ომი რო დაიწყოს, ზუსტად რას ვაკეთებ რა. ანუ ზუსტად. და ოღონდ ეს დედაჩემისგან ვისწავლე. ანუ თავისით კი არ მოვიდა, ანუ დედაჩემმა მიხრა რომ აი შულო ეს გააკეთე, ეს აი უკრაინის ომი რო დაიწყო მაშინ ეგრევე გადაამოწმა ყველაფერი. ხო, აი ეს არის სასწავლი მართლა რა, ეს ბრძოლის უნარიანობა, როგორ ვაჯობოთ ამ სისტემასაც, იმიტომ რომ დევნილები არის, დევნილებმა ყველაზე კარგად იციან სინამდვილეში, როგორ არ მუშაობს ეს სისტემა.
ну რამდენჯერ დაგვაფეილა ამ სისტემამ, ხო? დღემდე 45 ლარი SMS-ი მოგდის ხოლმე, 45 ლარი მიგივართ დევნილები რა, ჩვენ 45 ლარად შეგვიძლია ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. და მე ამბოხეობა, ხო, ჩვენ საუბრობდით, რომ რაღაცნაირად ეს დევნილები ყოველთვის ოპოზიციაში ხვდებათ, ყოველთვის ოპოზიციური აზრი გვაქვს და ყოველთვის რაღაცას ვეწინააღმდეგებით და მართალი ხარ ვენე რომ ეს პროტესტის შეგრძნება რაც გვაქვს, ალბათ ის გაბრაზების გაგრძელება არის, რაც თავიდანვე ვიგრძელებთ, ხო? და ეს მე ამბოხეობა არის მეორე, რაც მაგალითად შეიძლება გამოდგეს დანარჩენი კვიდრი ქართულებისთვის, როგორც ჩვენ თქვია, და მიკუთვნებულობა, გადაემეს მიკუთვნებულობა რა. ანუ დღე პირველიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემი მოგონება ეს არის, რომ ჩემი კლასელი თუ ხუთიანს იღებ და მე რაღაცა 5-3 პლუსით უნდა მივიღო, იმიტომ რომ უნდა დამემტკიცებინა, რომ აი ამ სივრცეში ყოფნას ვიმსახურებ. ანუ ამ სკოლაში სწავლას ვიმსახურებ, ამ ბინაში. ეს ბინა რომ მართლა ჩვენია და ჩვენი ფულნაყიდი ამას ვიმსახურებ. ანუ ეს თუ არ გავიაზრეთ, ანუ ეს გამოცდილება არის ზუსტად ის გამოცდილება, რაც დევნილებს აქვს და აქედან შეიძლება ძალიან ბევრი რამ ისწავლა და ალბათ მე 300-ით აღარ გავალ რუსთაველიდან ამ რაღაცებს თუ გავიაზრებთ და ვისწავლით და შევიმეცნებთ რა. ეს არის. ანუ ეხლა რომ გისმენთ, მართლა მე ჩემი შთაბეჭდილება რომ ხვდები რატო ვსვავდი ამ კითხვას, რისი გაგონება მჭირდებოდა, რომ რაღაცნაირად ანუ სინამდვილეში მედეგობის ამბავსაც ყვებით, ხო? ანუ ეს არის რაღაც სხვა არც ერთ ნაწილ საზოგადოების რო არ გამოუჩენია წინააღმდეგობის ესეთი ხანგრძლივი პოლიტიკური კულტურა. იმიტომ რომ ანუ არ გამოდის, აგრძელებ, არ გითმობენ, არ ვერ იღებ ღირსეულს, აგრძელებ და ეს არის ამდენი წელი, რასაც ვიყურებთ, ხო? ანუ და ნუ აი ეგრე დარენდერდა რაღაცნაირად ეს ერთ სიტყვათაც რა, ანუ ძალიან დიდი კულტურა წინააღმდეგობის და მედეგობის, რაც მართლა არ გვაქვს. სინამდვილეში შეიძლება ამ კრიზისულ პროცესს იმიტომაც გავდივართ, რომ ასეთ ეს ვისწავლოთ და სასწავლო ხალხად და აქამდე ყოფილი ძალიან მარტივად გამოდიოდა უმრავლესობისთვის. მე ანუ თუ აქვე დამსწრე ადამიანებში არის კითხვები, მანიშნეთ თუ შეიძლება და მანამდე შემიძლია როცა ბოლო კითხვით მიმართო გოგონებს. მაინც აი ამ ინსტიტუციის წინ ვართ და არ მინდა ხოლმე არასდროს რომ ეს პასუხისმგებლობის ვექტორი სადღაც ჩაგვეკარგოს და დაგვეკარგოს და დავიწყებაზე მეფიქრება ისევ და იმაზე რომ მაგალითად ქართლში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სანატორიუმ ქართლს გულისხმობ და ზურაქირიას თვითმკვლელობას 2 წელი გავიდა და ფაქტობრივად სახელმწიფოს და მედიის და განსაკუთრებით აი ამ არხის პასუხი ხო ამ ტრაგედიაზე უცვლელი დარჩა რაღაცნაირად. ანუ მახსოვს ეს ფრაზა, რომელიც დევნილებმა მაშინ სანატორიუმ ქართლს გამოაკრეს, იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ, რომელიც იყო აი უსევდიანესი აქტი პოლიტიკური, რომელიც მთავრობამ და განსაკუთრებით მთავრობამ თქმის შეაფასა როგორც დააბრალა მოკლედ სხვა რაღაცებს. შეეცადა წაეშალა ამ ადამიანს ეს აქტი როგორც პოლიტიკური, როგორც მისი ცდელობა მოეპოვებინა თავის თემისთვის საცხოვრისი და აი ამას ხელახლა წარმოებას უყურებთ, ხო? ისევ ჩვენ აქ მთელი კვირა რო ვითხოვდით ეთერს დევნილებისთვის, რომ ზამირ კვაკესკირის ტრაგედია გაშლილიყო, ვერ მოვიპოვეთ, ხო? არავინ არ დაგვითმო ეს სივრცე ამზე სასაუბროთ და რეპრეზენტაციაზე მინდა კითხოთ და რა დროს ვისმენთ ასე ვთქვათ დევნილების ხმას და მხოლოდ მაშინ და დროებითად ხო არა, როცა აი რაღაც ტრაგედია ხდება და როგორი უნდა იყოს სინამდვილეში მსჯელობის სივრცე რა. ხანდახან დამნაშავედ ვიზნობ თავს. ანუ
ხო, ეხლა ხო გეუბნებით და მოწყურავთ, რომ რაღაცა დევნილების გამოცდილება გაიგეთ და კითხვები დაგვისვით და ჩვენზე ილაპარაკეთ. სინამდვილეში ჩვენ თვითონაც ბევრი რაღაც არ ვიცით. ჩვენი თანადევნილები როგორც ხომაქვენ. ეს ჩვენ არ მეუხსენე. სანატორიუმი ქართლი ერთი ადგილია, ხალხო, ასეთი ათეულობით ადგილია, თუ არა ასეულობით. ამის დოკუმენტირებაც არ არის საქართველოში და თბილისში. ანუ ისეთ ადგილებში საერთოდ აზრზე არ ვიყავი ამ ადგილების არსებობის შესახებ, არა? კვლევა არ დავიწყე. იმიტომ რომ საქმეს დაჭირდა რაღაც დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის და სურრეალურ ადგილებში ცხოვრობს ეს ხალხი ჯერ კიდევ, ანუ 32 წლის მერე თეატრებში, სკოლებში, სანატორიუმებში, სამონტყოფოებში რაღაც 20 კვადრატში ადგილებში, სადაც ტრანსპორტი არ მიდის, წყალი არ არის, გაზი არ არის, ანუ ჩვენ თვითონ არ ვიცით ეს ამბავი და პირველ რიგში ალბათ ისევ დევნილებს უნდა ვთხოვოთ ის რომ მეტი ემპათია ერთმანეთის მიმართ, ანუ კი თვით ორგანიზება ჩვენი გამოგონებია მეგობრებში და ოჯახებში ხო ერთმანეთის დახმარების გარეშე ამ სისტემის ამარად ვერ გადავრჩებოდით იმ 90-იან წლებს ეს, მაგრამ ამისი კვლევა, ამისი დოკუმენტირება სინამდვილეში ჩვენს შეგვიძლია და ამისი ეს შენობა თუ არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ეს თემა გავაფართოვოთ, ჩვენს შეგვიძლია, ანუ ჩვენს მეზობლად არის, ანუ სინამდვილეში ის სანატორიუმები ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან 2 კილომეტრშია თბილისის ზღვის გარშემო, ასეთი ბევრია რა. ხო. აგზელი და მე გამახსენდება საერთოდ. ბატონო. ხო, ამ ტელევიზიას საზმაურს ვალდებულება აქვს, რომ მშვიდობის და კონფლიქტების საკითხზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპაციაზე, იმაზე, ამაზე, ბევრ რამეზე ვალაპარაკისა და ბევრ რამეზე მუშაობის ვალდებულება აქვს. მაგრამ ეს გამოკვეთილად წერია რა, ამათ ვალდებულებებში, რომ წესდებაში, რომ უნდა ილაპარაკონ ტერიტორიულ მთლიანობაზე და ამას უნდა მოიმსახურონ ტერიტორიული მთლიანობის წესს. ამას თუ მოიმსახურდნენ დევნილების ადიყვნენ, მაგრამ ეს კითხვა მიჩნდება. როცა დევნილი თავს იკლავს ან რაღაცა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, სად არიან ესენი? ვის თხოვენ პასუხს? ორჯერ მივეცი ინტერვიუ, მას რეპორტიორს პირველი არხის. ერთი იყო პირველ აქციაზე ჯანდაცვა მინისტროსთან და გავაფრთხილე ის გოგო და სახელმწიფო უეჭველი ვიცნობს სადმე რომ შემხდეს მართლა და აი ვიდეოს გადავიღებ გამოვანწყო. გავაფრთხილე რომ არაფერი არ ამოჭრა თქვა ამ იმიდან, თქვა ერთ-ერთი პირობით გაძლევ არა ლაივ კომენტარი. ჯერ ლაივი რატო არ იყო ეს არ ვიცი, მაგრამ ნუ ეს მითხარი რომ მეთქი კომენტარს მოგცემ, ოღონდ არაფერი არ ამოჭრა თქვა. ამ კომენტარში ვამბობდი ამას, რომ საზმაურს აქვს ვალდებულება, რომ ეს თემები ეთიკურად, სრულფასოვნად, ღირსეულად გააშუქოს და ეს ამოჭრა. მეორე დრო მოვიდა, ანდრეს მე მოვიდა ბიჭი მეორე აქციაზე. და იმ ბიჭს ვთქვა რომ არ მოგცემთ კომენტარს, იმიტომ რომ ის არ ხართ თქვენ სიტყვის ხალხი და ამოჭერით თქო წინაზე და ამ ბიჭს ვთქვა რომ მე არ ამოჭრიო და ეს ბიჭი Facebook-ში დავამატე, რომ მე არ დამკარგოდა თუ ამოჭრიდა და არ ამოჭრა არაფერი გაუშვა მთლიანად ის ჩემი კომენტარი და ძალიან მაგნიერი ვიყავი. ერთხელ ვიყავით ნინო ზაუტაშვილთან, ერთხელ დამიძახეს სხვა რადიო გადაცემაში. იანთაძე მაიღო ჩემგან ინტერვიუ და იქ ვილაპარაკე დევნილობა. всё, ეს იყო სულ. მაგის გარდა ძალიან ვადევნებდი თვალს ამ პერიოდში რა ხდებოდა, როგორ აშუქებდნენ იმ აქციებს, როგორ გააშუქეს მანიფესტი, როგორ ვინმე თუ მოიწეს ის ხალ მაკაკო ვარი არ მაქვს ქერაქალი რო არის. ჟურნალისტი როა. ხო. მაკაცინცაძეს ეთერს ვადევნებ თვალს, ჩემი საყვარელი ჟურნალისტია და ამ გოგოს სულ უყურე იქნება ეხლა დაუძახოს ვიყაი ჩვენ არ გვეძახის, მაგრამ რა ვიცი გამახარიას დაუძახოს, ყობაიას და ვიღაცას დაუძახოს, იმის ირაკლი ყობახიძის ცოლის დისკმას დაუძახოს ბოლოს და ბოლოს. შინაურები არიან, რაღაცა ვიღაცას იქნებ დევნილებისთან, არავის არ დაუძახიან ამ თემასთან დაკავშირებით.
სხვა მედიებთან დაკავშირებითაც უნდა ვთქვა რა, აუცილებლად ვიდექით აქციაზე ჯანდაცვასთან. ვიძახით რომ საბინაო პოლიტიკა, რაღაცა დევნილების გამოწვევი და ერთ-ერთი მედიის ჟურნალისტი არ ვიტყვი რა მედიას მაინც, იმიტომ რომ ამ პროტესტის მხარდამჭერები არიან და არ მინდა რომ კიდე დამატებით ის მოუშვი. ერთ-ერთი მედიის ჟურნალისტის რეპორტერი ლაივშია ინტერვიუ გამომართვა, მიტრიალდა ამ კამერისკენ და ეუბნება რომ კამერაში ამბობს, როგორც გავიგეთ დევნილები რეჟიმის წინააღმდეგ არიან შეკრებილები. ანუ განა არა ვართ, მაგრამ ეგ არ იყო ეგ აქცია. უბრალოდ მოთარგმნეს იმად, რაც უნდათ და ბიჭო, მაგისთვის არის ყოველდღე აქცია, აგერ, ყველგან და ის ერთი ცალი აქცია შეგვარჩინა რაღაცა, რომ ჩვენზე დაილაპარაკო ის რა გაგიხდა, ხო? ანუ ზუსტად 5 წუთია ლაივს გვაძლევდა, იმ 5 წუთშიო ჩვენ დაგვითმო ეგ დრო, ხო შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ არა. ანუ ყველაფერი უნდა დაუკავშირდეს იმას, ვინც ფული გადაუხადა. ამიტომ ხო, ეგ ძალიან ცუდი ამბავია. მაგრამ მე მაგათთან მოთხოვნა არ მაქვს, მაგათ რავი, ავდგები და გამოვლან, თქო, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იქამდე სანამ არ გააკეთებენ ისე, როგორც და გააკეთონ. ამათთან სხვა პრეტენზია მაქვს, იმიტომ რომ ეს ხალხი ხელმისაწვდომები, ამათ შექმნილი პროდუქტი ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც მე ვერასდროს ვერ მივწვევი ხალხო. რამდენი პოდკასტიც არ უნდა გავაკეთო, რამდენი რამაც არ უნდა ვიკვლიო, დოკუმენტური ფილმები გადავიღო. რატო უნდა ვაკეთებდე მე პოდკასტ პროექტ 64? რატო არ მოვაკეთებდე აქ? იმას ხო ვთქვა, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთე, რავი, მე რატო არ უნდა მოვდიოდო საზმაურთან წინადადებით, რომ ვაკეთებ, მინდა რომ პოდკასტი გავაკეთო დევნილებზე. რატო არ უნდა ტვინშიც კი არ უნდა გაიარა, რატო არ უნდა გაიაროს მაგაზმა, იმიტომ რომ ხო ვიცი ჯერ არის ამენ. და მეორე აქ რა უნდა გააკეთო? ანუ ამათ ხელში საერთოდ როგორ შეიძლება რამე გააკეთო, რამე შექმნა, რომელიც ღირებული იქნება საერთოდ მივხვდეს, რაც ეგეთი იყო ხო ყველაფერი დახურეს და გააფუჭეს და გააუქმეს. ჩვეულებრივი რუპორი არიან, უბრალოდ ცოტა უფრო სხვა დაბლა ისმის, აი ცუდი ხარისხის რუპორები რო არიან. ეგეთი ამიტომ რომ არავინ არ უყურებს, ფეხბურთი არ გადის და რავი, მარტო სახალხო ეთერები რო იყო, მაშინ უყურებდა ხალხი, მეც მაშინ გადავხვდე, არასოდეს არ უყურებდი საზმაურს, არასოდეს, იმიტომ რომ არასოდეს არ მქონია განზორი გამიხილებულს ნახავდი. და ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად და დევნილების რეპრეზენტაცია უნდა იყოს. თამარას იმაში დავეთანხმები, რომ ჩვენს ბევრების გაკეთება შეგვიძლია, მათ შორისაც შეეხება კომპაქტურ ჩასახლებებს, ერთ იდეასაც გეტყვით, რაც გვაქვს და უნდა გვინდა რომ გავაკეთოთ. გვინდა რომ ყველა ჩასახლებას ვესტუმროთ ამ ზაფხულში და გაზაფხულზე და ყველა ჩასახლებაზე ფოტოისტორია მოვამზადოთ იმ მდგომარეობის შესახებ, რაც იქ არის და რა ვიცი, გაგიზიაროთ ყველას, მოგიყვეთ ყველა ჩასახლების შესახებ, სადაც შევძლებთ, რომ ფეხი შევდგათ და დაველაპარაკოთ ადამიანებს. გაგაცნობთ იქ ცხოვრებ ადამიანებსაც და ვეცდებით, რომ ის რაც აი ამათმა უნდა გააკეთონ, სახელმწიფო უნდა გააკეთოს, თავის ჩვენი რესურსებით, რაც შეგვიძლია და ჩვენი წვლილი რაც შეგვიძლია რომ შევიტანოთ, მაგას ვიზამთ მოკლედ. მადლობა. კითხვები თუ არ არის, მეგობრებო, ან მანიშნეთ, ან მე შეგახსენებთ უბრალოდ, რომ სოციმედია გვერდზე დევნილების ხმა. ხვალ შეგიძლიათ ჩაუსაფრთხდეთ და გამოიწეროთ პოდკასტს, რომელსაც ერქმევა დროებითი საცხოვრებელი და რადგან ასე ცივა და კითხვებისთვის ხელს ვერ ვხედავ, მაშინ მადლობას ვეტყვი კიდევ ერთხელ ჩვენ სტუმრებს. ძალიან დიდ მადლობას, რომ გაგვიშვეს.